საღამოშვიდობისა პარასკევს საღამოს ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ პოზიცია და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს და ბუნებრივად დღევანდელი ჩვენი მთავარი თემა იქნება სკანდალური კადრები ბაჩო ახალაიას საქმიდან და ისევ ციხე-მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. გადაცემის მეორე ნაწილში ამ თემაზე გვექნება დებატები და ერთმანეთის პირისპირ იქნებიან აკაკი მინაშვილი, რომელიც ამ საკანში გადაღებულ ვიდეო მასალაში ფიგურირებს და ერთ-ერთი გმირია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ეს გადაცემის მეორე ნაწილში მანამდე კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ პირველი ნაწილის სტუმარს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უპასუხებს დღეს ჩვენს კითხვებს. საღამოშვიდობისა ქალბატონო თეა, დიდი მადლობა რომ დათანხმდით ჩვენთან სტუმრობას. მინდა ბევრ თემაზე ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ ბუნებრივია დღევანდელი დღიდან გამომდინარე დავიწყებ ამ საქმით, ასე ვთქვათ, ვიდეოების სკანდალური კადრების საქმით და პირველ რიგში, როგორც ასე ვთქვათ, ევროსამართლის ექსპერტს მინდა გკითხოთ, რამდენად დაშვებულია, ანუ ბევრი ვერსიები მოვისმინეთ, კანონის ვნახეთ, პრინციპში განიმარტა ეს მუხლები, მაგრამ მაინც რამდენად დაშვებულია პატიმრის ვიდეო და ნუ რაზეც არის მთავარი და ცხარე კამათი ახლა დაწყებული აუდიო მოსმენა საკანში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ცალსახად უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ევროპული კონვენცია და ზოგადად ევროპული სტანდარტები არ კრძალავს იმას, რომ სასჯელახსრულების დაწესებულებებმა ადმინისტრაციამ განახორციელოს ზედამხედველობა, მათ შორის ჩაიწეროს პატიმრის ცხოვრება, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ეხებოდეს მის ინტიმურ ცხოვრებას, რომელსაც პატიმარი, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი ადამიანი ეწევა თავის საგანში. დანარჩენ შემთხვევებში ეს აკრძალული არ არის. თუმცა ამასაც აქვს თავისი, რა თქმა უნდა, ზღვარი და ლიმიტი და ეს უფლება სასჯელახსრულების დაწესებულებებს ვერ იქნება და არ არის აბსოლუტური. გამონაკლისები და ლიმიტები, ანუ ზღვარი თუ სად თავდება, ასე ვთქვათ, სასჯელახსრულების უფლებები და იწყება პატიმრის უფლებები, რომელიც ხელშეუვალი უნდა იყოს, არის საკმაოდ ფაქიზი ზღვარი და პირველი, რაც ტესტის დროს მოწმდება, არის ის, იყო თუ არა ამგვარი ზედამხედველობა გათვალისწინებული კანონით. არის შემთხვევები სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მაგალითად ესეთი ცნობილი საქმეა ალანი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, სადაც სტრასბურგის სასამართლო არ შევიდა განხილვაში და თქვა, რომ ბრიტანეთის ქვეყანას, სახელმწიფოს არ ქონდა საერთოდ კანონი, რომელიც ამას არეგულირებდა და დაირღვა პატიმრის უფლებები. ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც აძლევს სასჯელახსრულების დაწესებულებებს, რომ ეს გააკეთონ. ამ მხრივ ჩვენ, ასე ვთქვათ, წესრიგში ვართ. შემდეგ უკვე ჩვენ შემთხვევაში აუდიო, ვიდეო და ეს, ასე ვთქვათ, ვიდეოს ნუ დავაკნინებთ, იმიტომ რომ ვიდეოც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, აუდიო, ვიდეო თუ სხვა ტიპის ელექტრონული მithვალყურება, მიყურადება და ასე შემდეგ არ არის აკრძალული, მაგრამ ამას აქვს თავისი ზღვარი. ძირითადად რამდენიმე რაღაცას ითვალისწინებს ხოლმე სტრასბურგის სასამართლო, ხანგრძლივობა, რამდენი ხანი მიმდინარეობდა ეს და რაც მთავარია მიზანი, ისთვის იყო ეს საჭირო და ხომ არ იყო ეს გამომდინარე იმ პირის პერსონაჟიდან, რომელთანაც გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი არის განხილვის საგანი, მე უბრალოდ დავსვი ის პრინციპები, რის მიხედვითაც ჩატარდება და მე მინდა მივესალმო პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ დღესვე დაიწყო გამოძიება, რადგან ერთია რომ შიგნით არ არის აკრძალული ამის ჩაწერა, რომ ამას აქვს თავისი ლიმიტები და ეს ტესტი უნდა სასჯელახსრულების დაწესებულებას ჰქონდეს გაკეთებული და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ეს ტესტი არა მხოლოდ გაკეთებული, არამედ არსებობს ბაჩო ახალაიას ხელმოწერა, რომ ის გაფრთხილებულია, რომ მასზე ამგვარი ტიპის ზედამხედველობა ხორციელდება. ჩემი აზრით სასჯელახსრულების შესაბამისი დაწესებულება მეშვიდე დაწესებულება წესით კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, თუ კი სტრასბურგში წავიდა ეს საქმე, თუმცა დეტალები კიდევ უნდა გაირკვეს და მინდა მივესალმო იმას, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, იმიტომ რომ ერთია რომ იწერენ და მეორეა რომ ეს გარეთ გამოდის. ეს მეორე ნაწილი ჩემთვის არის შემაშფოთებელი და პროკურატურამ მალე უნდა დაადგინოს, ვინ შეუწყო ამას ხელი და ვინ გააკეთა. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ უფრო თქვა სტრასბურგის სასამართლოში რა განხილვა, რომ მოდით ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გადმოვიდეთ, გულისხმობ რას. ერთია რამდენიმე საკითხი დადგა, რომელიც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი რომ ქართული კანონმდებლობით იქ არის საუბარი ერთ-ერთი მუხლის 54 პუნქტია, თუ არ ვცდები, მე არ მიდახეს მუხლი, უბრალოდ 54 სადაც საუბარია, რომ ვიზუალური, ელექტრონული და აუდიო, ანუ სამი ცალ-ცალკე ფორმულირებაა მოხსენებული. დღეს ითქვა, რომ ელექტრონულ თვალთვალზე თვითონ პატიმრის თანხმობა იყო, მაგრამ გულისხმობდა თუ არა ეს, რომ აუდიო მოსმენაზე, ვთქვათ, თუ ჩაწერაზე თანახმა იყო პატიმარი, რასაც კანონი მიჯნავს ფაქტია, რადგან ცალ-ცალკე იქ ჩამოთვლილი და მეორე, ანუ გასაჯაროვებამდე მინდა რომ
ადვოკატებთან ამ ჩანაწერების წარმოებაზე ვისაუბროთ და მეორე 24 საათიანი ვიდეო და აუდიო ჩაწერა მიმდინარეობდა და თან იმ პირების თანდასწრების დროს, როდესაც აღარ არის საუბარი თქვა, როდესაც მონიტორინგის წევრები იყვნენ და დეპუტატი, ადვოკატთან საუბარზეც არის ლაპარაკი. ამ შემთხვევაში დაიყო თუ არა კანონი? ეს მსჯელობის საგანია, მოდით მოვიქნებით კატეგორიულები, მით უმეტეს რომ გამოძიება ჩაისთო. ელექტრონულში აუდიოც მოიაზრება, ამაზე მაგრამ კანონში წერია ცალ-ცალკე. კი, ცალ-ცალკე ვიზუალური, ელექტრონული და აუდიო. კი, მაგრამ ელექტრონულში მე ასე ვფიქრობ, მე თქვენ ხომ ჩემ აზრს მეკითხებით, მე ასე ვფიქრობ, რომ ეს იგულისხმება, თუმცა იგივე სტანდარტებით, რომელზეც წეგნავს საუბრობდი, თვითონ კანონი უნდა იყოს ნათელი. რა თქმა უნდა, დღეს ამ კანონზე იმდენი რამ ითქვა, რომ თვითონ ეს რაც ითქვა, ადასტურებს, რომ ის კანონი, რაც ჩვენ დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ყვირის, როგორც ჩანს, რაღაცა დახვეწას საჭიროებს, მაგრამ თუ გაირკვა, რომ ეს კანონი არ არის საკმარისად ნათელი, ეს პირველ რიგში კანონმდებლის პრობლემაა და არა სასჯელო ახსულების ადმინისტრაციის. მაგრამ უკაცრავად ამავე თემაზე, რა თქმა უნდა, იქ საუბარი იყო, რომ უსაფრთხოების გამო ხდებოდა, ვთქვათ, პატიმრის ეს ჩაწერა, მიზნის გარეშე აუდიო რატომ ხორციელდებოდა? ანუ უსაფრთხოებასთან ხო ვიზუალური თვალთვალი საკმარისია. გეთანხმებით, არა მხოლოდ ამგვარი აუდიო ჩანაწერები, არამედ ყოფილა სტრასბურგის სასამართლოში საქმეები, სადაც უფრო მეტიც, როდესაც პატიმარი გაყავთ თუ ის საშიში დამნაშავედ ითვლება სამართალდამცავი ორგანოს თვალში, ოჯახის წევრებთან შეხვედრის თუ ადვოკატთან შეხვედრის სპეციალურ შეხვედრის ოთახშიც მომხდარა ამგვარი ჩანაწერები. მთავარი ამოსავალი პრინციპი კიდევ ერთხელ უბრუნდები ამ თემას არის ის, რომ ეს იყოს კანონით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში სასჯელო ახსულების დაწესებულებას კანონი ჰქონდა, რომელიც ამ საშუალებას აძლევდა. პატიმარი გააფრთხილა და მე მართალი გითხრათ, როდესაც ეს კადრების ამბავი გავიგე, პირველი ეს გამიჩნდა კითხვა და მართლაც გამიხარდა, რომ პატიმარი წინასწარ იყო გაფრთხილებული. ეს როგორც ჩანს, განმარტებული იყო, ვთქვათ, პატიმრისთვის რო აუდიო ჩაწერას მიმდინარეობდა. ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ეს არის პატიმარი, რომელიც პატიმრების უფროსი იყო თავის დროზე, ამიტომ მას ალბათ ნაკლები განმარტება სჭირდება. შესახებ თუ რა არის პატიმრის უფლება, რა თქმა უნდა, და ეს უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის რაც სჭირდება, ვთქვათ, ჩვეულებრივ პატიმარს, ისეთ არაჩვეულებრივ პატიმარს, როგორც ბაჩო ახალაია, შეიძლება ნაკლები ახსნა განმარტება სჭირდებოდეს, მაგრამ მას აქვს ის უფლებები, რაც სხვა პატიმრებს და ეს რა თქმა უნდა იყოს დაცული. მაგრამ კარგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის იყო გაფრთხილებული ამის შესახებ, კანონი თუ დახვეწას საჭიროებს, ეს გასასწორებელი იქნება, როგორც არაერთი სხვა კანონი, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. კარგი, დაქვემდა კითხოთ ერთი რომ თქვენ აცხადეთ, რომ არაჩვეულებრივი პატიმარია ბაჩო ახალაია და აქვემდა გკითხოთ პატიმართან ერთად დაირღვა თუ არა იმ ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგივე მონიტორინგის წევრისგან, რომელიც ამ კადრებში ფიგურირებს, დეპუტატ მინაშვილისგანაც თუ არ ვწდები, მონიტორინგის წევრისგან ნამდვილად მოვისმინე, რომ ის არ ყოფილა გაფრთხილებული იმაზე, რომ იქ მიმდინარე, მე ჩემთვის ვიფიქრეო, მან თქვა, რომ ალბათ მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას განმარტებული ქონდა უფლებები და ნახე კამერები დერეფაშიო. იმ ადამიანების უფლებები დაირღვა თუ არა, ვინც შესულები იყვნენ, თქვა და შეხვედრებს აწარმოებდნენ პატიმარს. რა თქმა უნდა, ჯობდა ისინი ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები, მაგრამ თუ ისინი შედიან ციხეში, მე მაგალითად მქონდა გუშინ პატივი ყოფილიყავი მე-17 დაწესებულებაში პატიმრებთან ერთად და მე არ მქონია მის ილუზია, რომ იქ ასე ვთქვათ, თავისუფალი გარემოა, თავისუფალი სამყაროა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და არც პატიმრებს ამის ილუზია და მათთან თავისუფლებას კი ბატონო, ის რომ იქ არის ვიდეო კამერები და ეს იწერება, ეს არ არის არც ერთი სტუმრისთვის ახალი, თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ, პატიმრის შემთხვევაში ალბათ უფრო მარტივად იქნება საქმე, თუმცა სტუმრებთან დაკავშირებით დეტალურად არის შესასწავლის ვიდეო, რასაც მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება გააკეთებს, რადგან სტუმარია, ის თავისუფალი ადამიანი, ის პატიმარი არ არის და მისი უფლებები უფრო მაღალი ხარისხით არის დაცული. კარგი და სტუმრების თემაც რომ ამოვწუროთ, ანუ სტუმრებში იყო ადვოკატი, რამაც კიდევ დამატებითი, ასე ვთქვათ, შეშფოთება გამოიწვია იგივე ადვოკატების მხრიდან, იმიტომ რომ პროცესები მიმდინარეობს ბაჩო ახალაიასი და რა გარანტია არსებობს, რომ ადვოკატებთან საუბრის, ვთქვათ, ჩანაწერს არ სარგებლობდა პროკურატურა, რა თქმა უნდა, ეს ღია ბრალდებას ვერ სარგებლობდა, კარგად ვერ ანუ ეს მოყვებილა ხარ ეს ცალკე თემაა პროკურატურის მუშაობა ამ პროცესზე, მაგრამ ჯერ ამ კითხვას დავასრულებ უკაცრავად, იმიტომ რომ მიმდინარეობს ეს პროცესები და ხო თუ კი ეს ჩანაწერი გამოყენებული იქნა შესაძლოა მაშინ
უფრო მეტიც, არ ვიცი, განაჩენიც ან მიმდინარეობა პროცესის კითხვის მისთვის ქვეშ დადგეს. ის რომ ბაჩუახალაია რაღაც ნაწილში სისხლის სამართლის საქმის იქნა შემდეგ მოსამართლის მიერ გამართლებული, თუნდაც ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ არავითარი ჩანაწერი ადვოკატთან ბაჩუახალაიას საუბრისა პროკურატურას არ გამოუყენებია და ალბათ რომ გამოეყენებინა, მყარად იქნებოდა თავის პოზიციაში, მაგრამ ეს იქნებოდა კანონის დარღვევა, რადგან არც ერთ დაწესებულებას და არც ერთ სახელმწიფოს ცივილიზებულს გულისხმობ არ აქვს იმის უფლება, რომ ჩაიწეროს და გამოიყენოს ადვოკატისა და მისი კლიენტის პრივატული საუბარი იქნება, ოჯახი როგორ ყავს და ასე შემდეგ. მაგრამ არა, ჩაწერილი შეიძლება იყოს, მაგრამ მე კადრებს ბოდიშს ვიხდი ვერ მოვისწარე, რომ დეტალურად მეყურებინა. თუ იქ ისმის პოზიციებს როგორ ათანხმებენ, რას ეკითხებიან ერთმანეთს და რა საუბრობენ. ფრაგმენტები გავცოდა, მაგრამ ფაქტია რომ ადვოკატის შეიძლება იყოს პრობლემა, იმიტომ რომ ევროპული სასამართლო და კონვენცია კრძალავს იმას, რომ ადვოკატი როგორ ურთიერთობს ციხეში თავის კლიენტთან, ეს შინაარსობრივად იყოს, ასე ვთქვათ, მეორე მხარისათვის ცნობილი. მაგრამ მე წევან გავიხუმრებ და ალბათ ეს ასეც არის, იმიტომ რომ პროკურატურას ეს რომ გამოეყენებინა, ეს ალბათ საქმეზე აისახებოდა და კარგია რომ არ. მაგრამ ამიტომ ეკითხოთ, ანუ ძალიან უკმაყოფილად ჩანხართ პროკურატურის მუშაობით, ახლა ეს წინააღმდეგ საქმეებში როგორ ჩანს, იმიტომ რომ ხათაშორის შოკი იყო ყველასთვის, ვინც იმ უწყებაში მუშაობთ, იუსტიციის სამინისტროში, მართალია პროკურატურა დღეს არის დამოუკიდებელი, მაგრამ ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებისთვის იყო მოსამართლეების გადაწყვეტილება აღიაროთ და საზოგადოებისთვის უკმაყოფილების საგანი, მაგრამ მოსამართლეა, მან აჩვენა დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი და გადაწყვეტა, რომ იმ ეპიზოდში, იმ პატარა ნაწილში, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილში საქმის ახალაია იყო მართალი, თუმცა ნახოთ რა სიტყვიან დანარჩენი ინსტანციები. მე იმ პროკურორების, ვინც დარბაზში ეს მოისმინა, მე მათაც ვუთხარი, მათ კოლეგებსაც და კიდევ ერთხელ ვიტყვი საჯაროდ, რომ მე მათი ფრუსტრაციის მონაწილე ვარ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე რამ, როდესაც ასეთ საქმეზე მოსამართლე გიცხადებს გამომართლებას. ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებთ, თუმცა ასეთივე ხმაურიანი განცხადებები მახსოვს თქვენი სასამართლოზე, როდესაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით ახალდაწყობს, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობდით ამ სტუდიაში, იმიტომ რომ მე ანონსიც თქვენ და გამოყენებული მახსოვს თქვენი ამბობდით, კუბლაშვილი იჭერს, მე ვიჭერ, კუბლაშვილი ათავისუფლებს, მე ვიჭერ, კუბლაშვილი ათავისუფლებს. გახსოვთ ალბათ ეს თქვენი ცნობილი განცხადება ამ სტუდიაში გაკეთებული. ამის შემდეგ შეიცვალა ამ თუთას ისიც ახსენეთ, რომ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გამოავლინა სასამართლომ, ანუ დღეს რა სურათია პროკურატურის მუშაობით ხართ უკმაყოფილო და სასამართლოთი უფრო უკმაყოფილი და არა, მოდით ასე გავამარტივებთ ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგადად პროცესები, სახელმწიფოებრივი პროცესები და დემოკრატიული პროცესები არ არის ესე მარტივად შესაფასებელი. მაშინ სასამართლო ნამდვილად თამაშობდა, ვერ გაერკვა რა მოხდა 1 ოქტომბერს, ესეთი შთაბეჭდილება გქონდა ჩვენ ყველას და ოპოზიციის როლს თამაშობდა. დღეს რიგით მოსამართლებამდე დავიდა თავისუფლების განცდა, ეს განსაკუთრებით მართალია სამოქალაქო მოსამართლეების შემთხვევაში, მართალია ადმინისტრაციული მოსამართლეების შემთხვევაში და ნაწილობრივ უკვე მართალია სისხლის სამართლის მოსამართლეებში. პროკურორებიც ნელ-ნელა სწავლობენ სხვანაირად მუშაობას, რომ მთავარი საპროცესო შეთანხმების ვაჭრობა კი არ არის ფული, თქვა თავისუფლების სანაცვლოდ და ეს რეფორმის პროცესშია ჩვენ სხდომაც გვექნება სტრასბურგში 15 ოქტომბერს ერთ-ერთ საქმეზე ამ საკითხზე, რამდენად კარგი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ პროკურორები დღეს სწავლობენ არსებითად განხილვის პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობას და მათ ამაში განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდებათ, რასაც არჩილ ნამდვილად აკეთებს. კარგით, მე მინდა რომ სასჯელ აღსრულების თემა, ასე ვთქვათ, ამოვწუროთ და ბოლო კითხვა დაგისვათ ამ თემაზე, რომ ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ ითხოვს იგივე ოპოზიციაც, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და აქ მინდა გავეხსენო, აი ბოლოს შეხვედრა, როდესაც ეთხოვს პრემიერის და ჟურნალისტების საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრა, იქ პრემიერი აცხადებდა სწორედ სოზარს უბარზე, რომ რაღაც ღამები არ ძინავს, ძალიან რეაგირებს კრიტიკაზე და მას შექება ჭირდებაო და როგორ ფიქრობთ, ანუ კრიტიკის მიზეზი არ არსებობდა ამ მინისტრის მიმართ, იგივე არც მედიის მხრიდან არა ობიექტური იყო, მედია ფიქრობთ და ასეთი შემთხვევის შემდეგ თუ კი ყველა მხრივ დადასტურდა, რომ კანონი დაირღვა და გასაჯაროება ცალკე გამოსაძიებელია, როგორ მოხდა მე ამ კადრების გასაჯაროება, შესაძლოა თუ არა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იცით რა, ჩვენ უკრიტიკო მინისტრები გვყავდა წინა ხელისუფლების პირობებში და მივედით კატასტროფამდე. დღეს საქართველოს მოქალაქეებს და მთავარი მიღწევა ჩვენი ამ 11-თვიანი საქმიანობის არის ის, რომ მოქალაქეებს და მოქალაქეები არიან, რა თქმა უნდა, მედია, სამოქალაქო საზოგადოებაც, ზოგადად საზოგადოების ნაწილში, მოქალაქეებს აქვთ თავისუფლების განცდა.
ის რომ დღეს ძალიან ბევრ კრიტიკას ვისმენთ მეც, სოზარ სუბარიც, არჩილ კბილაშვილიც, ღარიბაშვილიც და ბევრი სხვა, ეს არის თავისუფლების განცდა, რომელიც ჩვენ შევქმნით და ეს რეალური განცდა, ხელშესახები განცდა, ამის პირდაპირი გამოძახილი. ეს არის დიდი მიღწევა. დაგვეფაროს ღმერთმა იმ ახალი პერიოდი ნუ დადგება ნუ რასოდეს მე არ ვისურვებდი რომ მინისტრების კრიტიკა გაძნელდეს ან შეუძლებელი იყოს მინისტრი ყოველთვის უნდა იყოს მინისტრი და იმიტომ ჩვენ ამ განცხადებებიდან გავიგეთ ღამე არ ჩვენ აი სწორედ ესეთი ხელისუფლება შევქმნით და ივანიშვილი არის ამის გარანტი და ასე გაგრძელდება ახალი პრემიერის პირობებშიც ეს უკვე ტრადიცია იქნება რომ მინისტრი რომელსაც აგჯერს კრიტიკაა ნებადართული. მე არც უსაფუძვლო კრიტიკა მინდა გითხრათ არ მაღიზიანებს პირადად ჩემთან მიმართებაში ბევრი ჭორის და ტყუილმართალის მსხვერპლიც გავხდარ მაგრამ ესეთია დემოკრატია და დემოკრატია იმისთვის არის რომ ძნელი იყოს მინისტრისთვის კი ბატონო მაშინ ნუ იქნება მინისტრი თუ არ მოგწონს კრიტიკა და ჭორები თუმცა როდესაც რეაგირებ ჯანსაღად როგორც ჩანს ბატონი სოზარი რეაგირებს რომ ღამე არ სძინავს ეს პირიქით კარგია ეს მის პოზიტიურ მინისტრობაზე მეტყოლებს და მე მინდა ვთქვა რომ სოზარ სუბარს ხავს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჯერ მისი თითოეული მოადგილე რადღირს რომლებიც პატიმრების უფლებებზე იქნება ჰეპატიტით C თუ სხვა ეპიდემიების პრობლემებზე რაც სტრასბურგის სასამართლოში ყოველს თავის ტკივილი იყო დღეს გადაჭრილია და ეს მათი დამსახურება და რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს პასუხისმგებლობის საკითხი იცით რა მოდით დაველოდოთ გამოძიებას იმიტომ რომ დღესვე დაიწყო გამოძიება ეს კარგის მომასწავებელია და უნდა დადგინდეს ვინ გაიტანა ეს გარეთ ვინ განახორციელა კანონი დაცული იყო ის ტესტი დაცული იყო თუ არა რასაც ევროპული სასამართლო გვიწესებს და რაც თორია ვინ გაიტანა გარეთ და ვინ შეუწყო ამას ხელი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია ამიტომ მოდით დავაზიანებთ გამოძიების პროცესს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობებს რაც შეეხება როდესაც მთავრობა არის პასუხისმგებლიანი ის რაღაც ეტაპზე და ეს ეტაპი ალბათ დადგება რამდენიმე კვირაში შევაფასებთ რა გავაკეთეთ ყველა მინისტრმა და მთავრობამ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შეიძინოს ეს უნარი მოიხედოს უკან შეაფასოს რა გააკეთა, გადააფასოს რაღაცეები და უკეთესად წაიწიოს წინ და ჩვენ ამას გავაკეთებთ თავისუფლად. თუმცა როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, ციხის სკანდალი ყველას გვახსოვს და გასაგებია შესაძლოა ბევრად მძიმე კადრები იყო, მაგრამ კანონთან მიმართებაში თუ კანონი ირღვევა, უკვე ალბათ აღარ აქვს მე დიდი მნიშვნელობა და მაშინ ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა არჩევნების წინ, კონკრეტული მინისტრის გამოძიების დასრულებამდე ყოფილისაც უკვე მე შემდეგ ახლა ეს გულისხმობდა კალმახელიძემ დატოვა თანამდებობა. აქედან გამომდინარე ვკითხულობ მესმის რომ გამოძიება დასრულეს, მაგრამ კი ბატონო, თუნდაც დასრულების შემდეგ ეს არის იმ ხარისხის საქმე, მოკლედ აი ეს მინდა გკითხოთ, რომ თუ ეს დამტკიცა შესაძლოა დავხუროთ ჩემს შემოთავაზება იქნება, რომ ძალიან გაგვიგრძელდა. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კალმახელიძისა და სუბარის ერთმანეთთან შედარება. თავისებური ტიპის სახელმწიფოებრივი მკრეხელობაც კი არის, იმიტომ რომ ამ კაცმა რეალურად ციხეებში შეუქმნა პატიმრებს ადამიანური პირობები. ისეთი ციხეები ჩაგვბარდა ჩვენ, რომ ის ციხეები რა მდგომარეობაში დღეს არის, ამისთვის მართლა მადლობა ეკუთვნის იმ გუნდს, რომელიც ამ ციხეებს მართავს. ამიტომ ნუ შევადარებთ ამ ორ პერიოდს, იმიტომ რომ უბრალოდ იმ პატიმრების ოჯახების თვალში მართლები, ნუ არ ვიქნებით მართლები იმ ოჯახების თვალში, რომლებსაც პატიმრები ყავდათ ციხეში და ძალიან კარგად პრობლემები იქნება და არის და ალბათ იქნება, ციხე ისეთი დაწესებულებაა, რომ უპრობლემო ციხე არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ ნუ შევადარებთ წინა და ამჟამიდან მინისტრს ერთმანეთთან. კარგი, მოვრჩეთ ეს თემა, გადავიდეთ კიდევ ერთი ხმაურიანი გუშინ იყო ეს ჯიჰადის საქმე, ამაზეც მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინა და შემდეგ უკვე კიდე სხვა თემები, ჯიჰადის საქმე გახსნილია, როგორ აფასებთ გამოძიების შედეგებს, გაჩნდა აქაც რაღაც გარკვეული კითხვები თქვენ თუ დაგჭართ, თქვათ რამე კითხვები ამ ეტაპზე, რაც არის ცნობილი გამოძიებიდან და იგივე ირაკლი ყარიბაშვილმა ერთ-ერთ ეს გუშინ განაცხადა, რომ თქვენ მანამდეც იცოდით, იმიტომ რომ ერთ-ერთი მინისტრი იყო თეატროლოგია, რომელსაც კითხაო რა ხდებოდა და ვინც დაინტერესდა ამ საკითხით, გავეცი პასუხი და ვუთხარიო, თქვათ კალასანიასთან მიმართებაში იყო კითხვა. იცით, ჯიჰადის თემა, ჯიჰადის ვიდეოს თემა არ არის ჩემი თემა. ეს არის უბრალოდ თქვენი მოსაზრება კი მივხვდი რასაც ვეკითხებით, ეს არ არის ჩემი თემა. არც ჩახედილი ვარ მე ამ საქმის დეტალებში, ერთადერთი რაც მე დამაინტერესა, როგორ მიმდინარეობდა რა ხარისხით ინტენსივობის გამოძიება, მე მივიღე პასუხი, რომ ძალიან დიდი ინტენსივობით მიმდინარეობდა და სულ ეს იყო. დანარჩენი შედეგით კმაყოფილი ვარ თუ არა, ეს მე მგონი მე რომ გითხრათ ან კმაყოფილი ვარ ან არა, იქნებოდა უბრალოდ არაკომპეტენტურობა ჩემი მხრიდან, ამიტომ უნდა დავევიდოთ სასამართლოს
თავარია რომ რაღაცა გარკვეული ლოგიკური შედეგი გამომძიებელმა დადო და გამომძიებელი პროკურორთან ერთად შეეცდება რომ დაამტკიცოს საკუთარ ლოგიკასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები იყო საუბარი რომ თუ ჯიჰადის საფრთხე ქმნიდა არ ვიცი ავტორი ამ კლიპების რატომ იყო IP მისამართი საქართველოსამდე მოსული იმ სქემით თქვათ რაც გამოძიების შედეგები და ასე შემდეგ ამ კითხვები ასე ღრმად ჩახედილი არ ვარ ამიტომ რაღაცა ტიპის განცხადებებისგან თავ შევიკავებ მისასალმებელია რომ რაღაცა შედეგი დაიდო ანუ გამოძიება ლოგიკურ დასკვნებამდე მივიდა მისი გადასახედიდან რაც შეეხება სასამართლოს ის იტყვის რამდენად ლოგიკურია ეს დასკვნები. კარგი. ახლა გადავიდეთ მინისტრთა კაბინეტზე და მთავრობის მომავალზე, რომელიც ასევე თემა გახდა მას შემდეგ, რაც ბიძინევანიშვილმა თქვა, რომ ის აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი და ძალიან მალე არჩევნების შემდეგ იქნება ახალი პრემიერი. ნუ პირველ რიგში ვინაობა თუა ცნობილი, მაგრამ ალბათ ზუსტად ვიცი რომ ეთქვით არა. მაგრამ მაინც კითხულობ, ყველაზე კითხები იქნება ვინმეს წამოვაჩდენინოთ. კარგით, მაგრამ მაინტერესებს თქვენს თავს მთავრობის გუნდში ხედავთ თუ არა, ანუ ახალ პრემიერს ექნება თუ არა იმის თავისუფლება ვთქვათ, რომ თავისი გუნდი წარადგინოს და ფიქრობთ თუ არა რომ თქვენ შეინარჩუნებთ პოსტს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იგივე თქვენი ეს ხმაურიანი განცხადება ალბათ ყველა ეთერში გახსენებენ, მაგრამ მაინც უნდა გავხსენოთ ეს განკითხვის ჟამი რომ დადგება მინისტრების, როგორ ვინ გაივლის ამ ჟამს და თქვენ იქნებით თუ არა თქვენი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ როდესაც მთავრობა ნებისმიერი ქვეყნის და მათ შორის ჩვენის და მე ვთვლი რომ ჩვენ შევქმნით დემოკრატიული მთავრობის პრეცედენტი საქართველოში და მე არ მიყვარდა სააკაშვილის გადამკიდეს სიტყვა უპრეცედენტოა პირველად ხდება მართლაც პირველად ბიძინევანიშვილმა საქართველოში მოახერხა და შექმნა დემოკრატიული მთავრობის პრეცედენტი. ამას მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემი ყველა თანამშრომელი გუნდის წევრი სამინისტროში ძალიან ვუფრთხილდება ამას და მთლიანად მთავრობის ყველა წევრი ის რომ ჩვენ ეს პრეცედენტი ერთად შევქმნით. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პრეცედენტი შევქმნით დემოკრატიული მთავრობის, როდესაც მივალთ გადამწყვეტ ეტაპზე, რომ იცვლება პრემიერ-მინისტრი, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ საკუთარი საქმიანობები შევაფასოთ, განკითხვა რასაც დავარქვი და შემდეგ ახალ პრემიერს მიეცეს საშუალება, რომ ის ვინც მისი გუნდის წევრად მიაჩნია, რომ გაწიოს ეს დიდი ტვირთი, რაც მას დაეკისრება, თვითონ უნდა აირჩიოს ვისთან სურს მუშაობა. რაც შემეხება მე ძალიან ბევრი წეგან მახსენე მინისტრები ჭორმართლის მსხვერპლი ხვდებით მეთქი ძალიან ბევრჯერ გაისმა უჯრაში აქვს განცხადება გადადგომას აპირებს მე არსად წასვლას არ ვაპირებ არსად წასვლას არ ვაპირებ მით უმეტეს იმის მერე რაც რუსეთმა განაახლა მავთულ ხლართების გაბმა იქ სადაც არ უნდა იყოს ეს აქედან გამომდინარე ეს რაც ნიშნავს რომ დაგვი კონკრეტულად ანუ კონკრეტულ თანამდებობასთან აკავშირია როგორც პოზიცია მესმის არა ის რომ მთავრობის წევრი ვარ მე ერთ-ერთი რიგითი მაგრამ მთავრობის წევრი ვარ და როდესაც ქვეყანა ასეთი გამოწვევის წინაშე დგას მე არც მქონია არანაირი განცხადება გადამალული გადადგომის შესახებ და არც წასვლას ამ წუთში არსად არ ვაპირებ გარდა იმ შემთხვევისა თუ ახალმა პრემიერმა ჩათვალა რომ უნდა მთავრობის რიგებში ჩემს მაგივრად იყოს სხვა ეს მისი თავისუფლება მაგრამ მე არანაირი გადადგომის სურვილი ზეპირის უწერილობითი ამ 11 თვის განმავლობაში არ გამომითქოს თავ აუწევლად მართლა ვშრომობდით ეს 11 თვე მთელი უწყება იუსტიციის სამინისტროში იმისთვის რომ კარგი შეგვენარჩუნებინა ცუდი გარდაგვექმნა და სწორ გზაზე გვევლო იუსტიციის სამინისტროს მუშაობაზე როდესაც საუბრობთ მაინც მინდა კითხოთ ძალიან იმიტომ რომ მოყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები და ძალიან ხმაურიან განცხადება ჩაითვალა პრემიერის შეფასება ზურაბ ბადიიშვილზე ის თქვენი წინამორბედი იყო მისი საქმიანობაში ჩახედვის საშუალება ყველაზე მეტად თქვენ გქონდათ მის კაბინეტში ბრძანდებით ალბათ და უხსოვდი მოწყებას ხელმძღვანელობთ ანუ იზიარებთ პრემიერის შეფასებას მან თქვა რომ ის არის ჭკვიანი ნიჭიერი და არაკორუმპირებული ჩინოვნიკიც კი უწოდა და ნუ აღარაფერს ამბობ იმაზე რომ ჩვენს თავრობაში რომ ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩინოვნიკი იქნებოდა. მე რაც რამდენადაც მქონდა საშუალება ადეიშვილის საქმიანობაში ჩამეხედა, ის ნამდვილად იყო ნიჭიერი, მე მას ბოროტი ნიჭიერიც ვუწოდე, მაგრამ ბოროტიც იყო როგორც ჩანს, იმიტომ რომ ჩემს კაბინეტში, ანუ მის ყოფილ კაბინეტში ძალიან ბევრმა იმ ადამიანმა ამ 11 თვის მანძილზე მოიყარა თავი ერთმანეთის მიყოლებით, ვინც მანამდე მასთან იყო ნამყოფი და მე რეალურად გავიგე, რომ ეს ადამიანი ატერორებდა ბიზნესს, ამიტომ ის იყო კორუმპირებული, ის მე არ ვიცი სახლში მას ფული მიხონდა თუ არა ეს პრინციპში არც არის ამ წუთში განხილვის თემა. თავარი არის ის რომ ის
ვინც მის კაბინეტში გაივლიდა, როდესაც იქიდან გავიდოდა, მას პრინციპში წინ კარგი ცხოვრება არ ელოდა, ეს იყო წესი. ეს იყო მისი პირადი თუ სისტემის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მაშინდელი სისტემის, ვთქვათ, ერთიც და მეორეც, ჩემი გადასახედიდან იქ სადაც ვზივარ, გონია რომ ეს იყო ერთიც, რა თქმა უნდა, სისტემა იყო ეს აგებული ბოროტად და ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც მაგალითად თავის კაბინეტში დაგეგმა, როგორ გაეკოტრებინა მიზანმიმართულად ქართულ ბანკი და სხვა. ეს მე ვიცი პირველ წყაროდან თვითონ არ დამხვდა, მაგრამ მისი ასე ვთქვათ გარემოცვიდან და ასე შემდეგ. ანუ მე არ ვარ მასზე ძალიან დიდი წარმოდგენის, თუმცა მისი ნიჭიერების ფარგლებში ბოროტებას თუ გვერდზე გადავდებს და ანტიდემოკრატიას, რომლის მამაც ის იყო რეალურად იუსტიციის უწყებაში, მას დემოკრატიული არაფერი დაუხვედრებია, ჩემთვის ადამიანებს ცენტრალურ აპარატში რეალურად შიშებში ცხოვრების კულტურა ჰქონდათ, დღეს არავის ცენტრალურ აპარატში და სხვა სიპებში არ ეშინიათ. მე არ ვარ ის მინისტრი, ვისაც ვინმეს ვაშინებ. კაცრი იმიჯი გქონდა. მე საერთოდ მკაცრი ადამიანი ვარ, თუმცა იმათთვის, ვინც კარგად არ მიცნობს. ჩემი თანამშრომლები მე უკვე კარგად მიცნობენ. მას არ დაუხვედრებია ჩემთვის არანაირი ფუფუნება, არანაირი კომფორტი იმ გაგებით, რომ მე კომფორტულად არ მიმუშავია. მე ძალიან ბევრი მისი გაფუჭებულის, ძალიან ბევრი მისი დანატოვარი უბედურების მენეჯმენტი მომიწია, თუნდაც ბიზნესმენების კუთხით. რა დღის ის იუსტიციის სახლის მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც გაუბედურებული ბიზნესმენების ოფლზე იყო აგებული და მე დღეს იმ ბიზნესმენებს ვაცლი სხვადასხვა კანონიერ მეთოდების გამოყენებით, რომ მათ ნელ-ნელა, მაგრამ მიიყვანონ პარკინგი ბოლომდე, რომ საკუთარი ბავშვები არ გაუხდნენ სახლიდან გამოსასახლებელი, იმიტომ რომ იპოთეკით აქვს დატვირთული მთელი ქონება. მე ამ შეცდომების გამოსწორება მიწევს. ის იყო ნიჭიერი ბოროტი, მაგრამ მაშინ დემოკრატიული არანაირი ელემენტი ჩემი აზრით არ იყო. ხო, ბოლომდე არ იზიარებთ შეფასებას, როგორც ჩანს, მაინც პრემიერის, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო, რომ ფაქტობრივად პოლიცია, პროკურატურა და მთელი ეს უწყებები თითქოს იუსტიციის სისტემა აწყობილი იყო ადეიშვილის პრემიერმა. აგებული იყო, აწყობილი სხვა სიტყვა, აგებული იყო მის. კარგით. რაც შეეხება თქვენ უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარე ხართ 23 დღე დარჩა არჩევნებამდე და ამ თემაზეც მინდა გითხოთ ერთი, რომ სად არის თუ არა პირველი არჩევნებისთვის ახალი ხელისუფლება. მოდით ამაზე მიპასუხეთ მოკლედ და მე მინდა კიდევ ერთ-ერთ რეკომენდაციაზე გამომახვილო ყურადღება. ჩვენ უწყებათა შორისი კომისია აბსოლუტურად გარდავქმნით. თუ კი ბოლკერია თავისთან კომისიაში არ უშვებდა ყველა პარტიას, იმიტომ რომ არ მოსწონდა მაგალითად ნინო ბურჯანაძე, ჩემი განსასჯელი არ არის, ვინ არის კარგი პოლიტიკოსი, ვინ არის მისაღები და მიუღებელი. ამას განსჯიან ის ამორჩევლები, ვინც ურნასთან მიიღლენ 27 ოქტომბერს და მე დასწრებული ვარ, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ, არჩევანს ევროპული ორიენტაციის პრეზიდენტობის კანდიდატზე, მე ასე გავაკეთებ ყოველ შემთხვევაში 27 ოქტომბერს დილით. მაგრამ ჩემს ფუნქციებში ამ კომისიის თავმჯდომარის მე მაქვს ვალდებულება ყველა პარტია ჩართო ამ პროცესში. ამიტომ მე დიახაც მოვიწვიდე სალომე ზურაბიშვილის პარტია, რომელსაც არ ჰქონდა კომისიაში ადრე მონაწილეობის უფლება, ბურჯანაძის პარტია და სხვები. 15 ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუშვი შიგნით, იმიტომ რომ არ შეიძლება არასამთავრობო სექტორი მუდმივად 2 და 3 არასამთავრობო ორგანიზაციით იყოს ყველგან წარმოდგენილი. მე რა რომ ის ახალი არასამთავრობოები შედარებით სუსტად გამოიყურებიან ხანდახან, არ აქვთ თქვათ ისეთივე გამოცდილება უცხოელებთან ურთიერთობის, როგორც ჩვენთვის ცნობილ არასამთავრობო სერიოზულ ორგანიზაციებს, ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო სექტორს სჭირდება და პრემიერიც სწორედ ამას იმეორებს ყოველდღე. ამიტომ ჩვენ ეს 15 არასამთავრობო დავამატეთ, არის გამჭვირვალე სხდომები და ჩვენ დღეს გამოვაქვეყნეთ გარემო, აი ანგარიშიდან, რომელიც დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ცალსახად ჩანს, რომ არის თვისობრივად სხვა. არის კარგი, არ ვიტყვი მხოლოდ უკეთესი მეთქი, არის კარგი საარჩევნო გარემო და კონკურენტული საარჩევნო გარემო. ხარვეზები არის, რა თქმა უნდა, მაგალითად პარტიები მოდიან და ამბობენ, რომ კანონია ცუდი, მაგრამ ეს არ არის ჩემი კომისიის უფლებამოსილება. ჩემი უფლებამოსილება არის, რომ რომელიმე საჯარო მოხელემ, რომელიც თქვათ მართველი გუნდის პირობებში მუშაობს, რომელიმე სამინისტროში, როგორც საჯარო მოხელე, ხელი არ შეუშალოს, მაგალითად ჯავახაძეს ხელი არ შეუშალოს ნათელაშვილის ხელი არ შეუშალოს ბურჯანაძეს. ეს არის ჩემი უფლებამოსილება. და თქვენივე ამ კომისიის რეკომენდაციებით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ შეჩერდეს ყოველგვარი საკადრო გადაადგილები და იმპიჩმენტის პროცედურები, რომლებიც ჩვენ ეს რეკომენდაცია გავაკეთეთ რეგიონების. უკაცრავად უბრალოდ კითხვა მინდა დავსვა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიხილეთ ამის პარალელურად იგივე საკრებულოს თანამშრომლების ცოტა ხნის წინ იყო მასობრივი რაღაც რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება
ხელისუფლება, თბილისის საკრებულოს გულისხმობ ბოლნისში იყო ასეთი შემთხვევა. კი, გეტყვით. ხო, ამაზე ჩვენ გავაკეთეთ ეს რეკომენდაცია, სწორედ ბოლნისის სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ ეს რეკომენდაცია, უფრო მეტიც უპრეცედენტო იყო შემთხვევა, რაც არ უნდა ეს სიტყვა ადრე არ მიყვარდა რეალობა ეს არის. შემიყვარდა, იმიტომ რომ კი შემიყვარდა ნამდვილად. კი, მეორედ ვხმარობ, ხშირად არ ვიხმარ. მეორედ ვხმარობ და ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ გავაკეთეთ გასვლითი ვიზიტი კომისია, მე პირადად ჩავედი ბოლნისში და როდესაც ბოლნისში მაგალითად იყო ესე, რომ ქართული ოცნების ორი სხვადასხვა ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ვანში ამას წინათ იყო ნაციონალების ორი სხვადასხვა ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ადგილობრივ დონეზე რაღაცა გარკვეული ტიპის პრობლემები არის. მე ბოლნისში საკრებულოში არის, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა, რაც თქვენ აღნიშნეთ. ალაგ-ალაგ ეს პრობლემები არის. ბოლნისში, როდესაც მე ჩავედი, მთლიანად საკრებულოს შევხვდი, ახალ გამგებელს, საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, ყოფილ თავმჯდომარეს, მე იქ არ დამიყვია ვინ ვის უპირისპირდება და ერთ მარტივ რამეზე ძალიან მალე შევთანხმდით მე და ისინი, რომ ჩვენ ქვეყნის ზურგს ვამაგრებთ და არა რომელიმეს რაღაც ვიწრო ინტერესს და რომ არავის არ სჭირდება, მათ შორის პირველ რიგში ბოლნისელებს, რომ რომელიმე ანგარიში შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მოხდეს ის, რომ თქვათ საარჩევნო კამპანია საქართველოში არ იყო ჯანსაღი, იმიტომ რომ ბოლნისი ბორგავდა. ეს არავის ინტერესში არ შედის. ამის მერე საკმაოდ შეიცვალა ვითარება და მე საჯაროდ მინდა ვუთხრა ყველა იმ საკრებულოს წევრს, ყოფილ ხელმძღვანელს ბატონ ერაძეს, ამჟამინდელ ხელმძღვანელს და გამგებელს მადლობა იმისთვის, რომ მათ გაიგეს უცბად რა იყო ქვეყნის ინტერესი. ვანში სამწუხაროდ ვერ გაიგეს, იმიტომ რომ ნაციონალების ორი ჯგუფი დაეჯახა ერთმანეთს. მე ქალბატონ თინა ბოკუჩავას ხდომაზე ვთხოვე დახმარება, იმიტომ რომ ნაციონალების პარტიაზე ხელი არ მიმიწვდება, რომ ჩამდგარიყო პარტია შუაში და შეერიგებინათ ეს ორი ჯგუფი, რომ იმპიჩმენტი არ მომხდარიყო. აი ეს ვანი ჩვენი რეკომენდაციის შემდეგ მოხდა, ნაციონალებმა ჩვენი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. და თბილისი, მაინც ყველაზე მასშტაბური იყო. თბილისი არის მასშტაბური, ამას იხილავს ამ წუთში კომისია და საკრებულოში, რა თქმა უნდა. თქვენ იგივე ფორმით არის მისვლას და გასაუბრებას. არ არის გამორიცხული, თუმცა შემდეგ ხდომაზე ჩვენ უკვე სიამისეულად გვექნება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ მე მინდა საჯაროდ მოვუწოდო ყველას, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რაიონებში, ყველგან ადგილობრივ თვითმმართველობებში. ჩვენ 27 ოქტომბერს დემოკრატიული წესით უნდა შევცვალოთ პრეზიდენტი ხალხის ნების შესაბამისად, როგორც ეს გავაკეთეთ წინა ოქტომბერს, რადგან ჩვენ საზოგადოება და ჩვენი ხალხი შემოყურებს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ წინა ხელისუფლებასავით რაღაცა შეცდომები დავუშვათ. უფლების უფლება დღეს არავის არ აქვს ამის უფლების. ამიტომ თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა ეს ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მადლობა მინდა უთხრა იმათ, ვინც ამას მასიურად ითვალისწინებს. არის გამონაკლისები, მაგრამ ამ გამონაკლისებსაც ეშველება მოკლევადაში მე დარწმუნებული ვარ. და ბოლოს მე მინდა ვთქვა ერთი რამე. უწყებათა შორისი კომისიის ფარგლებში ჩვენ შევქმნით ინსტრუმენტები, რაც წინა კომისიას არ გაუკეთებია. დღეს არსებობს მინისტრების ბრძანებები, მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. არსებობს ჩემი ინსტრუქციები. ყველა მინისტრის ინსტრუქცია არსებობს. წინასაარჩევნოდ, რომელიც საკუთარი თანამშრომლებისთვის ჩვენ თვითმმართველობის ორგანოებს ჩარჩო ინსტრუქციები სრულდება. გამონაკლისები შეიძლება სადღაც იყოს, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი სიგუა სადღაც აღმოჩნდა და მან ალბათ მწარე დინანა, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დიახ, ეს იყო დარღვევა და ეს აღიარა მმართველმა გუნდმა, აღიარა შესაბამის სამინისტრომაც, მაგრამ ეს არის გამონაკლისები. პრინციპში არ ნახული პრეცედენტები შევქმნით იმისთვის, რომ თუ რომელიღაცა მინისტრი აღარ იქნა იქ, სადაც არის და ერთ დღეს ალბათ აღარ იქნება, ეს ინსტრუმენტები დარჩება და ჩვენ მომავალ ყველა არჩევნებზე შეგვეძლება, რომ ეს ინსტრუმენტები გამოიყენოთ საჯარო მოხელეების მიმართ. კარგით, არჩევნებზე ბოლოს ვკითხავთ ერთ კითხვას კიდე, თუმცა მანამდე ძალიან მინდა ბოლო თქვენს ვიზიტს შევეხოთ, თქვენ ხონდათ გამოსვლა ევროპარლამენტარების წინაშე ცოტა ხნის წინ და ზოგიერთი დეპუტატისგან თუ ერთ-ერთი იყო, არ მახსოვს ზუსტად სახელგვარ თორცები, ანა გომესი, მოყვა თქვენი ხელისუფლების მიმართ, ასე ვთქვათ, კრიტიკა ამ შერჩევით სამართალზე, პოლიტიკურ დაკავებებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე და ასევე იქვე ევროკომისარ შტეფან ფულეს თქმით, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამდე მან თქვა, დარჩენილი დრო დამატებითი იმპულსის მისაცემად უნდა იყოს გამოყენებული ხელისუფლების მიერო. ანუ რა იმპულსებს ელოდებიან ევროპაში, ანუ ხაზი გავსვა, რომ რაღაც აკლია ამ პარაფირებამდე მისასვლელ დროში ხელისუფლების მხრიდან. თუ იყო ამაზე საუბარი, მოკლედ რა კონკრეტული რეკომენდაციები გიხსნით საზოგადოებას ეს მართლაც აინტერესებს. ჩვენი კურსი არის ურყევად ევროატლანტიკური.
ამ კურსს თავრობა აგრძელებს და ეს იყო წინა ხელისუფლების კურსიც. არის ჩვენს ქვეყანაში რაღაც თემები, ისეთი როგორც არის რუსეთის ოკუპაცია, ისეთი როგორც არის ევროპული კურსი. ეს ის კურსებია, რომელიც იყო, არის და მომავალი მთავრობების ხელშიც იქნება, იმიტომ რომ ეს არ არის მთავრობის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. მე როდესაც შევხვდი ბატონ ფულეს, შევხვდი ქალბატონ მალმსტრომს, რომლებიც ძალიან დიდი გულშემატკივრები არიან საქართველოსი, სწორედ ამაზე იყო მშელობა, მე იმ კონტექსტში მომიწია ვიზიტი, როდესაც სომხებმა, ასე ვთქვათ, ჭყალებში ზურგი აბრუნეს დროებით იმედია ევროპულ პროცესს, კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული ჩემი მხრიდან ის, რომ ეს არის ხალხის არჩევანი და რეალურად რომელიმე ქართულ მთავრობას დიდი გასაქანი ამ მხრივ არ აქვს, რომ წარმოვიდგინოთ ერთ დღეს, რომ სხვა ორიენტაციის თუ რაღაცა სხვა პიროვნებები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამის საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა ადგას, იმიტომ რომ ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და ნამდვილად არის. ბატონ ფულესთან მე მქონდა პირდაპირი თხოვნა, რომ მავთულ ხლართების წარსული ეპოქა ევროკავშირის მიერ არ ყოფილა მეთქი შეფასებული და მე იპიპის დელეგაციას როდესაც შევხვდი ადრე პირდაპირ ვთხოვე, რომ აქედან რომ გახვალთ, გააკეთეთ განცხადება, აქედან გასულება თუ რამდენიმე დღეში მათ ეს არ გააკეთეს და მე ბატონ ფულესთან ეს საუბარი მქონდა, რომ რატომ არ აკეთეს. რას გულისხმობთ, რომ დააკონკრეტოთ, ანუ რა თქმა უნდა რა გააკეთეს? ეხლა განახლებულ მავთულ ხლართებს არ გულისხმობ, რამდენიმე პირველი შემთხვევის შემდეგ დელეგაციას რომ შევხვდი, მე ვთქვი, რომ რას შვებით აპირებთ რამის შეფასებას, იმიტომ რომ რუსეთი შემოყურებთ. და ეს მნიშვნელოვანია. მაშინ რატომღაც აი იპიპის დელეგაციამ გასაგები მიზეზების გამო ალბათ არ ვიცი, ბრალს ვერ დავდებ ტყუილად, თავი შეიკავეს განცხადებისგან და ამაზე მქონდა სწორედ ფულესთან საუბარი და ჩემი თხოვნა იყო, რომ ევროკავშირს რაღაცა ესეთი პოზიცია დაეფიქსირებინა. ეს შეხვედრა რომ შედგა, ბეტის უკუღმართობა მის ექნა, რომ მეორე დღეს განაახლა რუსეთმა მავთულ ხლართების მშენებლობა და ამ პერიოდში ფულეს თავის, ასე ვთქვათ, პრეს კომუნიკეში უკვე ქონდა აღნიშნული, რომ ეს არის რაც არის მიუღებელი. მთავრობის ყველა წევრის ძალისხმევით და პირველ რიგში პრემიერის ძალისხმევით გაკეთდა ის, რომ ეშტონმა უკვე ღიად მოუწოდა რუსეთს, რომ აღგავონ ის მავთულ ხლართები, რაც დააყენეს. ჩვენ ყველა იმ მოქალაქეს დიცში იქნება დიმში თუ სხვა სოფლებში, ვისაც ეზო გაეყო, სახლის დაშლა მოუწია, მრავალწლოვანი ხეების მოჭრა მოუწია. ეს არის ტრაგედია, ეს არის ერის ტრაგედია. მათ გვერდში ვდგავართ, ჩვენი თანამშრომლებიც ყოველგვარი ყვირილის გარეშე იმ დღეს საყვედურობდნენ პრემიერს რატომ არ დადიან სამინისტროები, ძალიან ბევრი სამინისტრო, ყველანი დავდივართ, ოღონდ ეს არ არის რაღაცა ასე ვთქვათ ფართო მედია განხილვის თემა. როდესაც ადამიანს არ აქვს მაგალითად მაშინ იყო რომ მოსახლეობისგან მოისმენეს ეს პრეტენზიები მედიაზე. რა თქმა უნდა, ის მოსახლეობა იმხელა დიდი ტრაგედიის პირობებში ცხოვრობს, რომ მათი ვინმე რომ მათგანი კმაყოფილი იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი. ჩემი თანამშრომლები იყვნენ არაერთხელ ჩასული, ჩემი მოადგილე გოჩალოთ ქიფანიძე, რომელიც ჟენევის პროცესში ერთ-ერთი მომლაპარაკებელია, იქ იყო ჩასული, მაგრამ მედიის გარეთაც იყვნენ საჯარო რეესტრის თანამშრომლები, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ საკუთრების უფლება, რომელიც რეგისტრირებული წინა ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ჩვენ ეს რეგისტრაციები უნდა გავაკეთოთ კანონის დაცვით იმისთვის, რომ ქართველ ადამიანს, რომელსაც ქართული მიწაზე აქვს საკუთრების უფლება, ჰქონდეს დოკუმენტი იმისა, რომ ის არის მესაკუთრე. ძალიან ბევრი ეს იყო ძირითადი, თქვა თქვენი სტრასბურგის ვიზიტის ბრიუსელი იყო პროცესი, მაგრამ თავისუფლად სტრასბურგშიც იყავით, ანუ ვიზიტის მთავარი მიზანი ის იყო, თქვა ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენი კურსი არის განუხრელი ევროპისაკენ. მიზანი ის იყო, რომ მე ვთხოვე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა წერამ მთავრობის, რომ რაღაც პოზიცია გამოხატეს, შემდეგ რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა კოლეგების უფრო აქტიური ჩართულობით ეს მოხერხდა და კარგია, რომ ევროპა დღეს ცალსახად ამბობს, რომ ცოცხალი ოკუპაცია და ეს დაუშვებელია. გარდა ამისა, თქვენ გახსოვთ, სტრასბურგის სასამართლოში არის სახელმწიფოთა შორისი დავები და ჩვენ ამ დავების ფარგლებში ორმაგად გავაქტიურდით და ამაზეც საზოგადოება მალე შეიტყობს. ყველა ვერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც იქ არის, პირველ რიგში კომფორტი შეექმნას იმ კუთხით, რომ არიან დაცულები და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და დეოკუპაციას ვებრძოლოთ მშვიდობიანი გზით და სიმტკიცით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულობით. ისტერიკა აქ ქვეყნის მომავალს დააზიანებს.
რაც შეეხება ბრიუსელის ვიზიტს, რა თქმა უნდა, პარაფირებაზეც იყო საუბარი. ხო, და ეს დამატებითი იმპულსები, რაც კითხეთ, რა ამ ხელისუფლებისგან ევროპა. კი, რას ელოდება და ელოდება იმას. ჯერ ერთი ყველა არის, მე ძალიან ბევრ შევხვედრი ვარ, რამდენიმე დღის წინ შევხვდი იქიდან წარმოგზავნილ ადამიანს, რომელმაც შეაფასა ჩვენ მიერ იუსტიციის სამინისტროში და ზოგადად მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და პირდაპირ მითხრა ეს იყო დახურული შეხვედრა, რომ პრინციპში საქართველოს кейსს, ანუ საქმეს ადრე თუ ფრჩხილებით დაცვა ჭირდებოდა ევროკავშირში, დღეს ხელფეხი გაგვიხსენით თქვენ იმდენად მალე ჩაატარეთ რეფორმები, რასაც ვეხვეწებოდით რომ ჩატარდესო. ამიტომ ჩვენ რაღაცა სამაგალითო მოსწავლეთ თუ მოწაფეთ ვიქეცით და ეს კარგია, ერთ თვეში რომ ეს გაკეთდა. პარაფირება მოხდება ნოემბერში და შემდეგ ვაღიაროთ რომ ჩვენ პრინციპში ის რომ ევროკავშირი რამდენიმე ენაზე, რამდენიმე ათეულ ენაზე, ყველა წევრის ქვეყნის თუ თითქმის ენაზე თარგმნის ამას და ჩვენ გვექნება დამატებით 9-დან 12 თვემდე იმისთვის, რომ ევროპულ წესებს უკვე პარაფირებული ხელშეკრულების ფარგლებში მოვერგოთ, ეს პირველ რიგში ჩვენთვის ხელსაყრელია, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი წესები შემოვა, ძალიან მკაცრი მოთხოვნები და ამას ადაპტირება სჭირდება. ამიტომ პარაფირება არის ძალიან კარგი ამბავი და ის რომ ხელმოწერამდე დრო გვექნება და ეს იმპულსი გვექნება, რომ პარაფირება გვაქვს რაც წინა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა და ჩვენ ამას გავაკეთებთ და ხელმოწერამდე გვაქვს დრო, რომ მოვიდეთ მარტივ სალაპარაკო ენაზე, რომ თქვა ფორმაში. კარგით და მინდა აქვე კითხოთ სტრასბურგი, ეს ევროპის მხარე მოვჩეთ და უნდა დავასრულოთ სტრასბურგის სასამართლოში რა ეტაპზეა საქართველოს სახელმწიფო საქმეს გულისხმობ ამ რუსული ომისა და თქვა დეპორტაციის საქმეზე. ამაზე თუ შეგიძლიათ გითხრათ ეს ორი საქმე. მოგახსენებთ ორი საქმეა, ერთი ჩვენი მოქალაქეები რომ გამოყარა რუსეთმა 2006 წელს, ეს იყო გაძევება მასიური და ჩემი აზრით თვითნებური, ამაზე წინა ხელისუფლება მოჩივლა ჯერ კიდევ როდესაც მე იქ მუშაობდი სტრასბურგში რუსეთს. ეს დავა საკმაოდ წინ არის წეული თუ არა დამთავრებული. წელიწად ნახევარია რაც უკვე ზეპირის ხდომა განიმართა და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ევროპული სასამართლო ჯერჯერობით არ თუ ვერ აქვეყნებს ალბათ დროის სიმცირის თუ რესურსების სიმცირის გამო გადაწყვეტილებას, ამიტომ მე ამ კვირაში მოვიკითხე თუ რა ეტაპზეა გამოქვეყნების პროცესი გადაწყვეტილების, რომ საბოლოოდ გავიგოთ, მოვიგეთ თუ წავალდეთ ეს საქმე. და როდის შეიძლება ეს გავიგოთ, როგორ ვარაუდობთ, მე მოვიკითხე, დავსვი კითხვა ოფიციალურად და როგორც კი მექნება პასუხი თუ როდის აპირებს ევროპული სასამართლო წელიწად ნახევრის წინ გამართულ ხდომაზე, რომლითაც ვისვის და მე კარგად მომეხსენება, შეიძლება სხვა რამე არ ვიცოდე, მაგრამ ის კარგად ვიცი, რომ როდესაც ზეპირის ხდომა ტარდება, იმ დღესვე სრულდება საქმის განხილვა და შემდეგ იწყება წერის პროცესი. და რა გონიათ მიზეზი მაშინ ამ დროის გაწევის და რა შეგეცდებით ეს? არ მაქვს ჩემი ვარაუდები თუ რატომ ხდება ეს. სტრასბურგის სასამართლო შეიძლება ქართველ ადამიანს როგორ შეიძლება საყვედური არ ქონდეს, როცა თავზე გვექცევა მართულ ხალხს, მაგრამ მიზეზი რა არის ხოთორ რეალურად ღამეძილის მიზეზი არა გვაქვს დღეს, როდესაც მაგალითად დიცში არის მოქალაქე ბერუაშვილი, რომელსაც დაუსვეს სარი, მერე ეს სარი წაიღეს და ეხლა ყოველდღიურობა როდის მოვა რუსი და ჩაურჭობს თავიდან იმ სარს თავის ეზოში და გაუყოფს ამ საქმეს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. და დაუბრუნდეთ იმ თემას, დრო იწურება, რომ ჩვენ გვექნება პასუხი სტრასბურგის სასამართლო და მეორე საქმეზე რა ხდება. მე უნდა ვთქვა, რომ ეს ამ დავაში ძალიან ბევრი ფულადი და ადამიანური რესურსი ჩადო წინა ხელისუფლებამ და სამართლიანეთაც, თუმცა ცოტა ეკონომის გაკეთებაც ალბათ ამ მხრივ შეიძლებოდა უფრო კომპეტენტურად რომ წაეყვანათ თქვათ დროში დავა, მაგრამ მთლიანობაში კომპეტენტურად აწარმოეს მე მაშინდელი რაც მახსოვს, როდესაც იქ მუშაობდი. ამიტომ მე მინდა დავიტოვო იმედი, რომ გადაწყვეტილება მალე გამოქვეყნდება, რა იქნება ამას ყველა ვნახავთ ერთად, რაც შეეხება მეორე დავას, ის ეხება აგვისტოს ომს და იმის განხილვა დაწყებულიც კი არ არის ერთადერთი კარგი გადაწყვეტილება და მისასალმებელი, რაც მაშინ ჯერ კიდევ როცა იქ ვიყავი და მწარედ მახსოვს ეს ღამე, როდესაც გორის დაბომბვის ფოტოები გამომიგზავნა მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ ჩემმა წინამორბედმა და მითხრა რომ ვიღუპებითო. მაშინ სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარემ ჟან-პოლ კოსტამ ფრანგმა მოსამართლემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და დროებითი ღონისძიება გამოიყენა და მოუწოდა ორივე მხარეს რომ შეეწყვიტათ ცეცხლი და არ დაერღვიათ სიცოცხლის უფლება, არ დაერღვიათ საკუთრების უფლება და რეალურად თუ ვერ ვიტყვით რომ ამან მთლიანად
რუსეთი ამას ნაწილობრივ არ ასრულებს, მაგრამ ეს დროებითი ღონისძიება რომ არ იყოს, შეიძლება იყოს უფრო ნეგატიური შედეგი. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური სულები და დიალოგის რეჟიმი, რაც ძალიან დიდი რესურსი ჩადო ამაში ბატონმა ზურაბ ბაბაშიძემ პრემიერის დავალებით, მთავრობის წევრები ყველანი აი ამ კონსტრუქციული დიალოგის გზისკენ რუსეთისთან მივდივართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაკვირვებს ის რომ პასუხად რა თქმა უნდა, კარგი რაღაცებიც მივიღეთ, მაგალითად პროდუქტები დააბრუნეს ბაზარზე, ეკონომიკური და სხვა, მაგრამ პოლიტიკურად რა თქმა უნდა გვაკვირვებს, რომ იმ დიალოგის მზაობის განცხადება, რაც იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირველივე დღეებში და ზურაბ ბაბაშიძე მართლაც საამაყო დიპლომატია, პასუხად მივიღეთ ბერუაშვილის ეზოში სარები. გაყოფილი სახლები ეს გვაკვირვებს, ამიტომ ჩვენ სამართლებრივი, მშვიდობიანი და მტკიცე პოზიციები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ერთ დღეს და იმედია ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს. იმედია ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი და ბოლო კითხვა მაინც არჩევნებით მინდა დავასრულო ესეთი მთავარი შიდა პოლიტიკური მოვლენა ეს გველოდება 23 დღეში არის საუბარი რაღაც კვლევების საფუძველზე და გარკვეული ნაწილი ფიქრობს რომ შესაძლოა არ იყოს გამორიცხული მეორე ტური და ბოლოს თქვენი პოზიცია მაინტერესებს უშუალოდ ამ შესაძლებლობას რომ შესაძლოა მეორე ტური საჭირო გახდეს ამ არჩევნებზე მე შარშან ამ დროს არ უშვებდი რომ წავაგებდი არჩევნებს ნაძალადევში და მე ძალიან კარგად მსუყეთ მოვიდი ასე ვთქვათ სამადაშვილის სამწუხაროდ და მე დარწმუნებული ვარ რომ არანაკლებ შედეგს აჩვენებს მარგველაშვილი ამ არჩევნებზე იმიტომ რომ ის არის მართლაც საამაყო კანდიდატი 80% არის და ამას ვარ 80 არ ამიღია 80 არ ამიღია ეს მაჩვენებელი იქნება და არ მახსოვს რამდენი იყო მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება იყო და იგივე დამაჯერებელი გამარჯვება როგორც მაშინ ვიყავი დარწმუნებული დღესაც ესე ვარ დარწმუნებული რომ ეს არის მარგველაშვილი არის მართლაც ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი კაცი პატრიოტი და განათლებული და კომპეტენტური მას აქვს პრინციპები ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების სათავეში მშვიდი დამამშვიდებელი პერსონა ის არის ნამდვილად ასეთი მე შიგნით მინახავს ის გუნდში როგორ მუშაობს ჩემთვის ძალიან ბევრ შემთხვევაში რთულ მომენტებში და დამიჯერეთ გთხოვთ რომ ეს 10 თვე იყო რთული მთავრობის ყველა წევრისთვის ჩემ შემთხვევაში მე ორ შორისაც ეს როზა ლუქსემბურგის ამბავი გახსოვთ ალბათ რა თქმა უნდა გადაშორის ამაზე ჩემ საერთოდ სამუდამოდ ეს თემა რომ ამოვწუროთ ერთადერთი წევრია გიორგი მთავრობის ყოფილი წევრი ამ გუნდის წევრი რომელსაც მე 90-იანი წლებიდან ვიცნობ დანარჩენები მათ შორის ჩემთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ირაკლიც ალასანიაც გავიცანეს 3 წლის წინ გიორგი არის ის ვისაც თითქმის ახალგაზრდობიდან ვიცნობ და ჟანას როზას თემაზე მინდა როზას თემაზე მინდა სამუდამოდ სახუმარო ნოტაზე ამოვწუროთ ეს თემა იმიტომ რომ სანდრო ბარამიძე მამაზე იხუმრა რომ ნაძალადევი რომ მოიგე ჟანა იყავი და ეხლა უკვე როზა ხარ გასაგებია დიდი მადლობა ინციდენტი შემთხვევა რომელზეც შემდეგ ბევრი ერთმანეთში ვიხუმრეთ და გიორგი მაგრამ ამ ინციდენტის საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ მართლა საამაყო შრომის კოდექსი დღეს დასაქმებულები არ არიან ისე კედელთან მიყუდებული როგორც ადრე თუმცა არის ზოგიერთი აქტი აქი სახელს არ ვიტყვი რომელიც ამ შრომის კოდექსს არიცავს და მე მათ მიერ დასაქმებულებზე ძალიან ვღელავ იმიტომ რომ დროა რომ დამსაქმებლებმა გაითავისონ რომ ყველაფერი დასაქმებულის მიმართებაში ნებადართული არ არის ჩვენ ახლა ვმუშაობთ მასშტაბურ რეფორმაზე ქალთა უფლებების კუთხით პატარა ცვლილებები პარლამენტმა თავისით უკვე გააკეთა ჩვენ ამაში არ მონაწილეობთ თუმცა კარგი ცვლილებებია და ახლა ქალთა ორგანიზაციებთან ერთად ის რომ ფეხმძიმე ქალი არ შეიძლება გააგდოს სამსახურიდან ბოდიშსუხტი გამოთქმის დროს ყველამ უნდა იცოდეს და ამაზე ჩვენ ახალი რეფორმით წავდგებით ნოემბრის დასაწყისით და სხვათა შორის ამაში მხარს მიჭერს გიორგი მარგველაშვილი. ძალიან კარგი ეს მსგავს განცხადებებს აღარ მოვისმენთ. დიდი მადლობა ქალბატონო თეა წულუკიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრი. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე დავუბრუნდებით დღევანდელი დღის მთავარ თემას. აკაკი მინაშვილი და ეკა ბესელია ერთმანეთის პირისპირ იქნებიან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო თეა.